გამარჯობა მოგესალმებათ ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. გადაცემას ძვირფასო ტელემაყურებლებო ტრადიციულად ვიწყებ სოლიდარობით. როგორც იცით, ჩვენი გუნდის წევრი ონისე ცხადაძე უკვე რამდენიმე თვეა იმყოფება ციხეში და მასთან ერთად სხვა პატიმრები. გადაცემის სპონსორია ბილიჩ 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. ბილიჩ 11, კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. ახლა კიდე დაემატა ახალი პატიმრები, ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაგ ჯაფარიძე, ბიზნესმენი გიორგი ბაშიაშვილი, წინა კვირას კიდე ერთი პატიმარი ნიკამელია. მინდა ყველა სოლიდარობა გამოუცხადოთ ძვირფასო მეგობრო, მალე გათავისუფლებას გისურვებთ ჩვენო პატიმრებო. ეს პატიმარი ნიშნავს პოლიტიკურ პატიმარს, ნუ ქართული ოცნება ხო გვიჩივის რაც ფარას კანონი ძალაში შევიდა, უფრო აი კონკრეტულად აი რანაირად აგიხსნათ რა ხდება. ანუ აი რაღაც ესეთ ფრაზებზე გვიჩვით. მოკლედ 31 მაისს ძალაში შევიდა ფარას კანონი, რომელიც აღსრულების მიზნით ჩააბარეს რაჟდენ კუპრაშვილს. მოდით ნახოთ როგორ გამოიყენა პირველივე კვირაში ქართულმა ოცნებამ ეს კანონი. ოცნება ფორმულას TV პირველს და მთავარ არხს მარეგულირებელ კომისიაში უჩივის შემდეგი სიტყვების გამოყენებისთვის ოლიგარქის სამინისტრო, რეჟიმის პატიმრები, პოლიტპატიმრები, არალეგიტიმური პარლამენტი და ასე შემდეგ. ხვდებით ხომ რა შეასაქმე? მთავრობა უკვე ნათქვამი სიტყვების კონტროლზე გადავიდა. ეს ინფორმაცია ასე უფრო გამართული იქნებოდა. იკრძალება ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორებიცაა ოლიგარქის სასამართლო, რეჟიმის გარუსება, ესეც ასევე ჟურნალისტებს დაურიგებენ ნახევარლიტრიან წყლის ბოთლებს, სანამ მთავრობას ახსენებენ პირში, რომ წყალი გამოივლონ. და ნუ მე შესაძლებელია უკვე რაღაცა ფრაზების თქვა. არა და რუსეთში ძვირფასო ტელემაყურებლებო, ასე პირდაპირ პუტინსაც კი არ აუკრძალავს სიტყვების გამოყენება მედიაში. პრინციპში მე რა პუტინს რო არ აუკრძალავს, ყველაფერ მაიმუნობაში ხო არ უნდა მიუბაძოთ პუტინს. ცოტა იმანაც მოგბაძოს ახლა. მარტო ჩვენ ყოლ ვიქნებით იმის მიმბაძველები. ჩვენც მომზადებულები დავხვდით ამ კანონს ძვირფასო მეგობრებო. ამიერიდან ვანო შოუს შეცვლის სამეთყოლო ენას და იცოდეთ, როდესაც ვიტყვი სოპრანოს, ვგულისხმობ კლანურ სასამართლოს. შეძლებული კაცი ეს იქნება ოლიგარქი, ანუ შეძლებული კაცი ესე რომ ვიტყვი, ოლიგარქი ბიძინა. და როცა ვამბობ დამსვენებელი, ეს იქნება პოლიტპატიმარი. დამსვენებელი ონისე ცხადაძე, ანუ პოლიტპატიმარი ონისე, ასე რომ სოლიდარობას უცხადებ უკანონო დამსვენებლებს, ძვირფასო მეგობრებო. სიტყვა გარუსებაც არ შეიძლება რომ ვთქვათ, ამ დროს შეიძლება გამოვიყენოთ ტერმინი მიმდინარეობს ქართველების გაქერავება. შვენიერია რა გაქერავება რა არის ცული. ანუ გარუსება, ან სხვა ვერსია, მაგალითად ალბათ შეიძლება ვთქვათ გაღორსლავურება. საქართველოს ვერ გააღორსლაურებთ. ესეც კარგია. ასევე იგზავნება სიტყვა ოლიგარქის გამოყენება. არც ეგაა პრობლემა, ოლიგარქის ნაცვლად დავუძახოთ ყულაბა. და რაღაცნაირად გვანან ერთმანეთს ოლიგარქი და ყულაბა. ორივე ფულს ინახავს და ორივეს ფულის მარტო ჩასაგდები აქვს და არ ამოსაღები. ოლიგარქის ჩანაცვლება უფრო ორიგინალურად და უფრო მოკლედად შეიძლება, მაგალითად პირდაპირ ავდგე და დავარქვათ ბიძიგარქი. თან ეს სიტყვა საერთოდ არ არსებობს ეს სიტყვა, არ არსებული სიტყვა. მიდი და გამომედავე ხა ბდიე რამდენიც გიდე. ესე იგი, რამდენ სიტყვასაც აგვიკრძალავთ, იმდენ ახალ სინონიმს მოვიფიქრეთ. ნუ ფაქტიურად ჩიხში ხართ ახლა თქვენ შესულები, ჩიხში. რა უნდა ქნან ახლა ჟურნალისტებმა? როგორ უნდა წაიყვანონ პოლიტიკური თოქ-შოუები ან საინფორმაციო გამოშვება? წყევლა სხვათა შორის არ არის აკრძალული. ამიტომ შეიძლება გამოვიყენოთ სხვა ეპითეტები. წარმოიდგინეთ TV პირველზე იწყება 8 საათიანი გამოშვება, ზალიკო და ეკოს ხედან ეთერში და იწყებენ საინფორმაციოს ასე. დღეს მიწა დასაყრელმა ქართულმა ოცნებამ ფარას კანონის აღსრულება დაიწყო. მეხდაცემული კახი კალაძე წინა საარჩევნო კამპანიას იწყებს. რა ვიცი არ არის აკრძალული და რა იყო რა უჭირს.
იცი რა არის ამ სიტყვების აკრძალვებზე მე ძალიან ბევრს ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ოცნების ეს ძალიან ცუდი იქნება. მაგალითად, საერთოდ არ ვიხმარ მაგ სიტყვებს, მაგრამ მაგ ნაწილებს გამოვტოვებ, მაგრამ ეს შეიძლება ხელისუფლების უარესი იყოს. აი მაგალითად, კობახიძე, რომელიც გახლავთ წევრი, გახლავთ ყველაზე მმართველი. აი ამ ადგილებში მოსახლეობა შეიძლება 1000-ნაირი სიტყვა ჩასვას. და რა ვიცი, უარესი არ იყოს დამიჯერეთ რა. ძალიან საინტერესოა რას ფიქრობენ და როგორ ამართლებენ მედია რეგულაციის კანონს ქართული ოცნების სახეები. მოვისმინოთ ამიერკავკასიაში უძლიერესი პოლიტიკოსის ნინო წილოსანის კომენტარი. მედია რეგულაციაზე ატეხილ აჟიოტაჟზე გამახსენდა. დიდ ბრიტანეთში თვეში 1000-ზე მეტ ადამიანს იჭერეს სოციალურ მედიაში დადებული პოსტების გამო. აუ ნინიკო, რა კარგად თქვი ეს. აი რა კარგად თქვი. ერთი ხომ არ ჩაუვარდეთ აი ამ ბრიტანელებს. მაგათ რა გგონიათ? აუწიოთ ბუკინგების სასახლე? დაუყოვნლებით მოვითხოვოთ პოსტების გამო დაკავებული პატიმრების გათავისუფლება. არ იქნება სამართალი. Will be no peace. აი ეგრე. არ გაუვათ მაგაც. არ გაუვათ. გადავიდეთ შემდეგ თემაზე, პოლიციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე მთავრობამ დააჯილდოვა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი უდარდელი, ახლა უკვე მართლაც უდარდელი ვახტანგ გომელაური. არხეინა კაცი, მე არხეინა მინისტრი. თან უბრალოდ ჯილდოთი კი არა, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. მე ვნახე და ძალიან ლამაზი ორდენია. მოოქროვილი მედალია და ასე ლამაზად აწერია სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების გულობიზა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. ესეთი აწერია სიტყვა სიტყვით, ესეთ აწერია ძვირფასად გულობიზა. პოლიციის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გეკა-გელაძე. მე ხო შეგვიდი ძვირფასო მეგობრებო, რომ ამ ადამიანს პერიოდულად სულ შევეხებით, იმიტომ რომ მისი სახელი ყოველთვის რაღაცა იმებთან არის დაკავშირებული ბევრ სახალისო ამბებთან. გელა გეკა-გელაძე. მოვისმინოთ ამონარიდი მისი სიტყვი და პირველი სიტყვა რა თქვა. კმირდებით როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი და როგორც პოლიციელი ყოველთვის ვიქნები თითეული პოლიციელის ღირსებისა და პატივის დამცველი. გეკა გელაძე პოლიციელებს დაიცავს და მოსახლეობა რა ვქნათ გეკო? ჩვენ ვინ დაგვიცავს გამაგებინე? პოლიცია თუ მხოლოდ პოლიციას დაიცავს, ხალხი იქნება სახანძროს ჩააბაროთ, ან და მაგათმა რომ მოგხედო, აბა ფორმიანებს მე ახლა ფიზიკურად სხვას ვერავის ვერ ვიხსენებ გეკ. ანუ რაღაცნაირად აი ვიღაცას ჩაგვაბარე ხალხი. გეკა გელაძე საოცარი სტარტი ჰქონდა კარიერაში, პირველივე დღეს სპეცოპერაციით კანონდარღვევით დააკავა ნიკა მელია. ანუ გეკამ პირველივე დღეს გვაგზნობინა მისი მკაცრი ხელი. აუ სახელი რომ თბილი აქვს, მაგრამ ტიპი ძალიან გიჟიროა არა უშავს. ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა ისე მოსწონთ სამინისტროში, რომ ადლიერი თანამშრომლები ლექსებსაც კი უძღვნიან. ის ყოველთვის ღმერთს უყვარდა, ციდან ჩამოესმა რეკა, იალბუზე ფეხი შედგა, ის ასეთია ჩვენი გეკა. მეც რაღაცნაირად მონუსხული ვარ ამ ადამიანით, გელა გეკა-გელაძეთი, როგორ მელოდიურად ჟღერს, აი უცბად ექსპრომტად სიმღერაც კი დავწერე გელაზე, იგივე გეკაზე. გელინო, გელინო შუს მინისტრია გეკა-გელინო. გვაქვს სამაიმუნო ხუმრობებიც გვაქვს. მოდი გადავიდეთ საერთაშორისო პოლიტიკაზე. აქ გეკა გვიცავს საქართველოში და წყნარად ვართ. ყველაფერი მშვიდადაა. რა ხდება გარეთ? რამდენიმე დღის წინ გაიმართა გაეროს ხდომა, სადაც საქართველოს საკითხი განიხილებოდა. მოდით ნახოთ რა მოხდა კენჭისყრაზე. გაეროში ჩინეთმა, ირანმა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველი დევნილების დაბრუნებას მხარი არ დაუჭირა. რა ვიცი გენაცვალე, რაც ირანის პრეზიდენტის გასვენებაში კობახიძემ ცრემლი ღვარა, მაგის ღირსები ვიყავით ეხლა ჩვენ, მარტო ცრემლი? ქელეხში ორნაირი თევზი, თავისი ხარჯებით ჩამოიტანოთ ფოთიდან. ამიტომ არ უნდა გადაყვი არავის ირაკლი. მაგრამ ირაკლი ისეთია, გულში არ ჩაიდებ და ჭერის ახტაზეც ჩავა იქ. მართალია იმ გასვენებიდან მარტო ესაა ცოცხალი დარჩენილი, მაგრამ მაინც ჩავა ძვირფასო მეგობრებო. კარგი.
ირანს თან გადაჰყვა კობახიძე და ვერ გათვალა. ამ კენჭისყრის შემდეგ გუში გამოდის ირაკლი კობახიძე და აქებს და ადიდებს ჩინეთს. მოდით ნახოთ მისი განცხადება. ფიქრობ ჩინეთი არის სწორედ ის სახელმწიფო, რომელსაც უნდა მიბაძოს ყველა. კი, ირაკლი, ჩინეთი არის მხსნელი, ჩინეთი არის შვება, ჩინეთი არის კდემა. მალე შეიძლება ირაკლის სახელმწიფო ჰიმნიც კი შეცვალოს და ეს ჰიმნი დაგვაზეპირებინოს. ჩინეთი ჩვენი ნატვრის თვალია, ჩინეთი ჩვენი საფიცარია, ჩინეთი თქვენი დედა ჩინეთი. მეგონი კარგად ვერით, ხო? სხვათა შორის ჩინეთზე გაბახსენდა ოცნების ჩინოვნიკები, რომ დახსნეს საპასუხისმგებლო თანამდებობებიდან მოსალოდნელი სანქციების გამო ოცნებასთან დაკავშირებული ბიზნესმენებიც არ არიან ჩემი აზრით მშვიდად. ნახოთ ლიბერტი ბანკის და უობიექტურესი ტელეკომპანია იმედის მფლობელის ინფორმაცია, რას ამბობს ირაკლი რუხაძე. ირაკლი რუხაძე ლიბერტი ბანკს ყიდის, მას ბაზის ბანკი ყიდულობს, ბაზის ბანკიც ჩინური კაპიტალია. აი რა იცის სანქციებმა. ეხლა ეს სანქციებს რო ელოდება, ხო? მოიცილა ეს ლიბერტი ბანკი რუხაძე. ახლა შეიძლება ტელეიმედით ჩამოირეცხოს, იმიტომ რომ ივნისის ბოლოს მეგობარი აქტის კორპორატიული საღამოა და უნდა რომ კარგად გამოიყურებოდეს. გადავიდეთ ძალიან საინტერესო თემაზე. საქართველოს ქვეყანა, სადაც სოფლის მეურნეობა უნდა ყვაოდეს, ერთ-ერთი წამყვანი დარგი უნდა იყოს. თუ გამოიცნობთ, რა შემოვიტანეთ ქვეყანაში დიდი რაოდენობით, რისი დეფიციტი ქონდა და რა შემოვიტანეთ. ვერ გამოიცნობთ, რამდენიც არ უნდა იფიქროთ. ამიტომ ნახოთ ინფორმაცია. 2025 წლის 4 თვეში საქართველოში 4 მილიონი დოლარის ხახვი, პრასი და ნიორი შემოვიდა. ესე იგი ახლა ისე გვიჭირს თუ რომელიმე ქვეყანა რამე მოწყალებას გაიღებს, უთხარით პრასი არ გინდა გვაქვს თქვა. თქვენ წარმოიდგინეთ ეკონომიკური სანქციები თუ დაგვადეს, რა დღეში ჩავარდებით. ესენი ფიქრობენ რომ საქართველოს გამოძრება აქედან. რანაირად გამოძრებით, ჯერ ხომ არანაირი ბუნებრივი რესურსი არ გვაქვს და რესურს ვინ დაეძებს? ხახვი და პრასით საზღვარგარეთიდან შემოგვაქვს. ერთი სიტყვით ამ ხელისუფლების გამო შეიძლება შიმშილით დავწყდეთ, მაგრამ ზატო წყალი გვაქვს ძალიან კარგი ქვეყანაში. წყალი გვაქვს არაჩვეულებრივი, რა ვიცი, მე აი ვერ ვძღები ჩვენი წყლის სმით. მონოლოგის ბოლოს მოვიტოვე ადგილობრივი არჩევნები. გახარიამ უკვე რამდენიმე ხანია დააფიქსირა, რომ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში. ახლა როგორც ირკვევა, ლელოც აპირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. რა ვიცი, ხალხო, რა დროს ადგილობრივი არჩევნები? ისეთი ამბები ხდება მსოფლიოში, იქეთ უკრაინამ რუსეთს დაარტყა. იქეთ ამერიკა ღიად აფიქსირებს, რომ ინტერესები აქვს შავ ზღვაზე. აქეთ ევროპაში რეზოლუცია მიიღეს ოცნების წინააღმდეგ, კანონებს, სანქციებს იღებენ ამ მთავრობის წინააღმდეგ. ნატოს სამიზი არ იწვევენ ქართულ ოცნებას. მე მგონი თვითონ ოცნება აღარ იღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას და თქვენ სად გარბიხართ, მე გამაგებინებთ. მოკლედ, ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, იზღუდება მედია სივრცე, მალე ყველას დაგხურავენ, ასევე ფარას კანონით ყველა ადამიანი, ვისაც შემოსავალი აქვს, აგენტად გამოცხადება. პოლიტიკური ლიდერები რიგრიგობით ციხეში მიდიან. იქეთ ნატოს ცენტრი გააუქმეს საქართველოში, აქეთ ევროკავშირიდან იზოლირებულები ვართ. ამერიკის ელჩმა თქვენი ნერვები აღარ მაქვს და პენსიაზე გავდივარო. იჭერენ განსხვავებული აზრის მქონე ნებისმიერ ადამიანს, ძალიან მალე მთელი ქვეყანა დადუმდება, მეგობრებო. მაგრამ მე არ ვნერვიულობ, იმიტომ რომ ადგილობრივი არჩევნები მოდის და ოპოზიცია ერთ-ორ ქალაქს რომ გამოგლეჭს ქართულ ოცნებას. აი ასე მერე დადგნენ და იხალონ თავში მუშტები კობახიძემ და ბიძინამ, რომ ჩამოეშლებათ ეს ამხელა ვერტიკალი. ამ არჩევნებზე სხვათა შორის განსაკუთრებით ბერდიას იჭინავას იმედი მაქვს ძალიან დიდი, იმიტომ რომ მართლა ძლიერი ადამიანია და მაგაზე დგას მთელი ოპოზიციური ძალა. აი ამიტომ ვერ მოგვერევიან ხალხო. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს ბენდი თამუნა ლეკვიშვილის ხებზოთ. მადლობა. გადაცემის სპონსორია ბილიჩ 11. ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. ბილიჩ 11. კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. სიახლე გვირილაში გაატარა მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე.
გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.